კარგია, რომ ასეთ რაღაცებს აპირებთ, იმიტომ რომ ახლა იცით რომ ბიუროკრატიული მანქანა რაღაც სასწაულად მუშაობს. ესე იგი რაღაც მოვფიქრობ რომ ახლა ხელოვნური საბოტაჟს აქვს ადგილი, რომ რაღაც ისეთი თემა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაწყდეს და რაღაც ძალიან მალე უნდა გადაწყდეს, ისეთი თემები იწელება რაღაც თვეობით და ბოლოს თვითონ ვინც ითხოვს ამის გაკეთებას თვითონ ამბობს ზოარს, იმიტომ ეზარება ხან იქუჩება, ხან ის არ არის სწორი, ხან ასეთი ბიუროკრატიული მანქანა არსებობს. კარგია ეს რომ ამას გააკეთებთ, მე ხელი მოგიბადოთ, ახლა ეს გამიხარდება, მართლაც ბევრი ასეთი პრობლემები არის და ბევრი ისეთი ადამიანი ზის კიდე თანამდებობაზე, რომელიც როგორც მინიმუმ არ უნდა იზრდეს. რა თქმა უნდა, რომელიც უნდა მინიმუმ ციხეში უნდა იზრდეს. ციხეში უნდა იზრდეს, ისეთებიც არიან და მინიმუმ არ უნდა რა ასეთებიც არიან. ნუ ახლა ჩვენაც მუშაობთ ამ თემაზე და აუცილებლად მოგაწვდით ახლა თუ თქვენ ამ დაინტერესებით, ნუ ძალიან კარგი იქნება. აუცილებლად მინდა აღნიშნო. ეს გამოჩა თავარი ამოცანა ჩვენი ორგანიზაციის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ის ადამიანები, რომლებიცაც აქვთ გარკვეული დანაშაულებები ჩადენებით. ისინი აუცილებლად უნდა წაადგენ სასამართლოს წინაშე და აუცილებლად უნდა დაისაჯონ. ეს როგორც ჩვენი ხედვიდან გამომდინარე და ჩვენ ახაც კომპეტენტური პირები არ ვართ, რომ რაიმე გავშობრალი წავუყინოთ, მაგრამ თვითონ ფაქტის სახეზეა, რომ ქვეყანაში წლების განმავლობაში ხდებოდა მომავალი ისე ვთქვათ უბედურება და ჩვენი თავარი ამოცანა არის ის, რომ ქვეყანაში შეიქმნას აქტიური ძალა საზოგადოებრივი, რომელიც დაეხმარება ხელისუფლებას ამ მიზნების მიღწევაში. თქვენ კარგად მოგეხსენებათ და ყველას კარგად მოგეხსენებათ, დარწმუნებული ვარ ის, რომ გარკვეული ქვეყნები, რომლებიც წარმატებას აღწევენ, ეს არის ის ქვეყნები, რომელშიც არის საზოგადოება განვითარებული პოლიტიკური მხრივ. შეიძლება რაღაც ყველა ორგანიზაციის, ყველა პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელების სახელმწიფოური მართალი არ იცოდნენ, მაგრამ როდესაც გება არჩევანი ქვეყნის ხელისუფლების შეცვლის, ან ყოფნის, ან არ ყოფნის საკითხი, მაშინ საზოგადოება თუ ნებისმიერი ევროპის ცივილიზებულ ქვეყნებში, მაშინ საზოგადოება ერთმუშტად იკვრება. საზოგადოებრივი სოლიდარობა. ძალიან დიდი საზოგადოებრივი სოლიდარობა ძალიან მაღალ დონეზე დგას და ჩვენი თავარი ამოცანაც ეს არის ზუსტად ის, რომ ჩვენ ყოველთვის ესე იგი არ მიცეთ ხელისუფლებას იმის საშუალება რაღაც ეტაპზე მოდუნდეს, ან თუნდაც ის რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, ეს არ უნდა იფიქროს და ყოველდღიური მუშაობა იქნება ჩვენი მხრიდან, რომ შევახსენოთ რა დარღვევები აქვს დაუშვათ და რა შეცდომები ხელისუფლებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი თავარი მიზანი არ არის ის, რომ არც თავარი და არც საერთოდ ზოგადად მიზანს არ ემსახურება ის, რომ ჩვენ ხელისუფლებაში მოვიდეთ რომელიმე ჩვენთაგანი. ჩვენი მიზანი არის ის, რომ ქვეყანა დადგეს ფეხზე, ჩვენი მიზანი არის ის, რომ ხელისუფლებამ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეცდომები არ დაუშვას, იგივე შეცდომები, რომელიც შეცდომებიც ნაციონალიზმობამ თავის დროზე დაუშვა, ყველას კარგად მოიხსენება 2003 წლის ისე ეგრეთ წოდებული თუნდაც რევოლუციური გზით მოსვლა ხელისუფლებაში განაპირობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქვეყნის ესე იგი რაღაც წისვლა მოკლედ ესე დავარქვათ, იმიტომ რომ რაღაც სისტემები შეიცვალა, კორუფცია იქ ნამდვილად აღმოიფრა, პოლიცია, მაგრამ მიგე ელიტარული კორუფცია. პოლიცია, მართლა ისე პოლიციას დაემსგავსა, მაგრამ შემდეგ რომ აი ბოლომდე მიანდეს მოსახლეობამ აი სააკაშვილის და მთლიანად ხელისუფლებას რომ მიანდეს ქვეყანა და გამკითხველი არავინ არ ყავდა. ამან განაპირობა პარტავნობა, ამან განაპირობა საკუთარ თავში იმდენად დამაჯერებლობა, რომ უკვე საკუთარ შეცდომებსაც უკვე ვეღარ ხედავდნენ, საკუთარ შეცდომებს ვეღარ ხედავდნენ, შემდეგ ის განაპირობა, რომ უკვე დანაშაულებებში გადავიდნენ და გადავიდნენ უკვე ყველაფერი ისე განვითარდა, როგორცაც მაგალითად ხალხი არ ემოელოდა, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგას მიდაღვნიშნავ, ეს განაპირობა საზოგადოების იმ პასიურობამ, რასაც განუკითხაობა და რასაც გამკითხველობა აღარ ხდება. დამადებით ამას მე ახლა ეს რამეს შეგეკითხებით. ახლა ძალიან კარგია რომ როდესაც
გადაწყვიტეთ, რომ გამოვადინოთ ის საბოტაჟს აწყობს, ვინც, ვიცი, არაკეთილ სინდისერად მუშაობს, ვინც რაღაც კეთს უწყობს ნაციონალურ მოძრაობას, ფარულად ახლა შეიძლება, მაგრამ ერთი რამე არის, ახლა დემოკრატიას ვეჯახებით ახლა ჩვენ, იმიტომ შეიძლება ადამიანი იყოს ძალიან წარმატებული მენეჯერი, ადამიანი, რომელიც აზროვნებს, იცის თავისი სპეციალობა, კარგად მუშაობს, კარგად წარმატებული აქვს რაღაც წარმოება, მაგრამ არის ნაციონალური მოძრაობის ხარდამჭერი. ახლა თქვენ რა უფლება გაქვთ, რომ მას ისხნათ, რა ქვია, წინააღმდეგეთკენ მას უთხრათ, რომ რატო უჭერშენ მხარს ნაციონალურ მოძრაობას. შეახლა იმ დროს, იმ პერიოდში, როდესაც თქვენ ხართ ხელისუფლების ხარდამჭერები, ოცნების ხარდამჭერები, ახლა ვატყობ თქვენს იმას, ხო? შეიძლება ხვალდაზე ისე მოხდეს, რომ ჩვენი ამოცნებასთანაც ანუ თუ დაუშვა შეცდომები. ის ორგანიზაცია, რომელიც რეალურად აფასებს ყველა პოლიტიკურ ძალის საქმიანობას, ის რომ დაუშვათ არა, ნამდვილად ლომის წვლილი მიუძღვის ბატონო ბიძინა ივანიშვილის დღეს ნაციონალურ მოძრაობა არ არის ქვეყნის სათავეში, ის რომ საქართველო არ არის ეხლა არ მინდა გლობალურ პოლიტიკაზე გადავიტანო ეხლა თემა, მაგრამ ის რომ ქვეყანა არის საომარ ვითარებაში, იგივე უკრაინის მაგალითიდან გამომდინარე, ის რომ დღეს ისევ წამება არ ხდება ქვეყანა ციხეებში, ის რომ ქუჩაში არ ხოცავენ და ის რომ დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ხმამაღლა გამოხატოს და გააკრიტიკოს ხელისუფლება, მასთან არავითარი სატელეფონო ზარის კი არ გახორციელდება, საუბარი ზედმეტია ოჯახის თემატანაზე და დაშინებაზე და რაღაც მუქარაზე და მაგრამ ჩვენ ერთი მხრივ ხელისუფლებასაც იმაშიც ვაკრიტიკებთ, რომ დაუშვათ ის და სანამ ამ ორგანიზაციის წევრები იქნებოდით, მანამდე ხმამაღლა ვაცხადებდით, რომ ხელისუფლებაში დღემდე რჩებიან. არიან ჩანერგილები და არიან ადამიანები, რომელიც რჩებიან სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე, რომლებიც ფარულად ირიბად თუ პირდაპირ ესე იგი ხელს უშლიან თავრობას მიზნების და იდეების განხორციელებაში და ფარულად თანამშრომლებენ ნაციონალურ მოძრაობასთან, რასაც ნიშნავს, რომ ქვეყნის ესე იგი წარმატებული ნაბიჯები წყალს. კი ბატონო, ძალიან კარგი. ახლა რა მაინტერესებს? კი ბატონო, ნახოთ ახლა ამას ყველაფერს თქვენი შემდგომი სამუშაოები და თქვენი მოქმედებები და თქვენი მოღვაწეობა ვაჩვენებს ყველაფერზე. ახლა ვიცი რამე მაინტერესებს. აჭარაში იყო უამრავი ბოლო წლის განმავლობაში უამრავი აქცია იყო, უამრავი რაღაც გამოსვლები იყო და თქვენ მე მხოლოდ მახსოვ ხართ ნაციონალური მოძრაობის შეკრებილები, როდესაც უთანხმოება რაჭკები იყო რაღაც მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას აგრეტიკებდით. როდის სანამ შეკითხვას დავსვამ, ზარი არის. პირდაპირ გისმენთ? გამარჯობა. ბაცუმელო ახალგაზრდებო. გისმენთ. გამარჯობა, ბაცუმელო ახალგაზრდებო. ერთი ასეთი კითხვა მაქვს. ალბათ გახსოვთ ციხის კადრები, არა? რაც მოგეხსოვებათ. ბეძუხაძეს გახსოვთ, რომ შიგნიდან გამოამჟღავნა ეს და როგორი მისასალმებელი იყო. აი ახლა ვერ გავიგეთ თქვენი მსჯელობა. იქაც მართლა გამოავლინეს პოლიციის მკვლელის გადაპარება უნდოდა და განა იმაზე მსჯელობთ, რომ აი ვის უნდოდა იმის გადაპარება. აი იმაზე მსჯელობთ, როგორ გამოიტანა იმანო. ცოტა აბსურდი ხომ არა, დაფიქრდით, რამ გაგაბოროტათ ეგრე, რომ აზროვნებით ვერ აზროვნებთ, ისე რაზე უნდა იყოს ლაპარაკი. სიმართლე გავიგე, ვერ გავიგე, მაგრამ ალბათოს ვეთყოდი, რომ შეიძლება კონცერტ ბოდიშის მოხდით პასუხს ამ ადამიანს, რაც შეეხება პოლიციის ხელობის ბრალდებულის გადაპარებას, აქ როგორც მე ვიცი, შინაგან სამინისტროს კადრები, როგორ კვეთს აღნიშნულ პიროვნება საზღვარს და ამ საზღვრის გადაკვეთის პროცესში უნდა დაკავებული. ამ კითხვაზე მე სულ არსებობს. ბატონო, ეს უთან მოკლა კაცი და გაიყვებოდა თურქეთში, დააკავეს და ხო, მაგრამ ეს მართლაც ცითიდან გამოწვეული არის. მაგრამ ბედუკაძეზე რა დასვა ვერ გავიგე, სიმართლე გითხრათ ახლა. ნუ არა უშავს ახლა რაც არის. აი, გაბოროტებულები ცოტა მე მგონი უხერხულია. არა, ნუ დაიბადა კაცი შეგიქვა და ალს აქვს. თუ
უფლება არსებობის და ახლა რა მაინტერესებს ბატონო ვახტანგ ახლა რა მაინტერესებს თქვენ ამასინათ იყავით ჯომალ ფუტკარაძის სახლთან თქვენ ჩატარეთ ხო ესეთი ხო და რამდენი